საჯარო სკოლებში ექიმის კაბინეტის ამოქმედება იგეგმება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინოვაციურ საპიროტო პროგრამაში, რომელიც პირველ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით მის განხორციელებას მხოლოდ 100 საჯარო სკოლაში აპირებს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან მე-7 საჯარო სკოლა შეირჩა, როგორც ყველაზე მრავალკონტინგენტიანი. დიდი ხანია ამ თემასთან მიმართებაში გქონდა ფიქრი, ვიბრძოდით, რომ დაგვენი ყოლოდა ექიმი. და მადლობა მინდა უთხრა განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, რომ დაიწყო ეს პროექტი. ამჟამად ეს არის საპილოტო პროექტი რესპუბლიკაში, მხოლოდ 100 სკოლაში განხორციელდება ჯერჯერობით. მომავალი წლიდან ამდენადაც ვიცი, ყველა სკოლას უნდა ყავდეს ექიმი. ძალიან მიხარია, რომ იმ 100 სკოლაში ჩვენ მოვხდით. და ვეცდებით, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ისე, როგორც შეეფერება პროექტს, როგორც შეეფერება სკოლის დანიშნულებას, მოსწავლეების საჭიროებას. საჭიროებენ თუ არა სკოლები ექიმის კაბინეტის ფუნქციონირებას. ადმინისტრაციები არავითარ ეთანხმებიან აღნიშნულ ინოვაციას, მეტიც მის აუცილებლობაზე საუბრობენ. ამ დრომდე ისინი მხოლოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურებაზე იყვნენ დამოკიდებულნი, რომლის გამოძახებაც სკოლებში არაერთხელ დასჭირვებიათ. ზოგჯერ დღეში ორჯერ. ხო, რაც შეეხება კი, გამოგიძახებია სასწრაფო, როცა სიცხეების პერიოდი და ტემპერატურა იყო. მეცაც გეტყვით, ანუ ბავშვებს, როცა უჩნდებოდათ პრობლემები და უშუალოდ თავის ტკივილი ან სხვა პრობლემა, ეძებდა დირექტორს, ეძებდა მანდატურს, ეძებდა ბუღალტერს, სადაც ეგულებოდა წამლები, ანუ გადანაწილებული ჰქონდა წამლები საჭიროების შემთხვევაში. გამოგვეყენებინა ხოლმე. გარკვეულწილად მანდატური ამოვალებას ასრულებდა და ასრულებს, მაგრამ თავისთავად მანდატური ვერ არის ექიმი, ბუღალტერიც ვერ არის ექიმი, დირექტორიც ვერ არის ექიმი და ვერავინ ვერ არის ექიმი. ექიმის საჭიროება არის სკოლაში, მით უმეტეს ჩვენთან სადაც 1000 ბავშვამდეა, ექიმი აუცილებელი იყო. და თუ სკოლაში ადგილზე იქნება კვალიფიციური ექიმი, გაუწევს კვალიფიციურ კონსულტაციას, მე მგონი ეს ძალიან დიდად იმოქმედებს მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე, რომელიც ხელშეუწყობს ასევე მიღწევებს სწავლაშიც. ახალი 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებისათვის ზესტაფონში მე-7 საჯარო სკოლასთან ერთად სამედიცინო კაბინეტი ექნებათ და ექიმი ეყოლებათ სადგურ სვირში მშენებარე სკოლასაც, რომლის პროექტშიც ეს სიახლე უკვე გათვალისწინებულია. ასევე სადგურ სვირის მშენებარე კორპუსში იმთავითვე თავიდანვე იყო პროექტი ჩადებული, რომ უნდა ყოფილიყო ექიმი და კაბინეტი უნდა ქონოდა ექიმს და ამდენად ზესტაფონში 2 სკოლა იქნება, სადაც ექიმი გვეყოლება და ექიმის კაბინეტი იქნება. ამ ეტაპზე შერჩეულია სკოლებში ოთახები, სადაც განთავსდება ექიმის კაბინეტი. სკოლებისათვის უახლოეს დღეებში გადმოირიცხება შესაბამისი თანხა საკლასო ამ ოთახების მოსაწყობად. აღჭურვილი იქნება მაღალი სისტემით, ანუ იქნება ცხელი წყალით, ცივი წყალით, სანიტარული მდგომარეობა იქნება ძალიან კარგი, აბსოლუტურად სუფთა და მოწესრიგებული გარემო იქნება და ყველანაირი პირობა იქნება იმ მოსწავლეებისათვის შექმნილი, თუ ღმერთმა დაგვიფაროს და ასეთ სიტუაცია იქნება, რომ პირველადი დახმარება აღმოუჩინოს ექიმმა. ვინ დასაქმდებიან სკოლებში ექიმებად კონკურსი ამის თაობაზე უკვე გამოცხადებულია. კონკურსს აცხადებს დასაქმების სამსახური, ეს არის HR-ი, სადაც რეგისტრაცია ამ კვირის ბოლოს მთავრდება. როგორც ჩანს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებში უპირატესობა ენიჭება იმ ექიმს, რომელსაც არის პედიატრი და აქვს საოჯახო მედიცინის სერტიფიკატი, ამავე დროს ისეთ ექიმებს, რომლებიც არ არიან სხვა ორგანიზაციებში თუ კერძო სტრუქტურაში დასაქმებულნი. ყველა მსურველს, ვისაც სურვილი აქვს, რომ დასაქმდეს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია HR-ის მეშვეობით, ხოლო შემდეგ გასაუბრებით მათ შეარჩევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შექმნილი სპეციალური კომისია. ახალი საპილოტო პროგრამა მისი ინიციატორების აზრით ბევრ პრობლემას მოაგვარებს. სკოლები ჩაერთვებიან იმუნიზაციის ხელშემწყო პროცესებში, შეიქმნება მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემთა ბაზა. საჭიროების შემთხვევაში მოზარდები კვალიფიციურ პირველად სამედიცინო დახმარებას სკოლაშივე მიიღებენ.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ახალი ვირუსული წარმოშობის დაავადება, რომლის შემთხვევები მათ შორის ლეტალურის საქართველოშიც არის დაფიქსირებული. ზესტაფონში ამ ტიპის დაავადების არც ერთი შემთხვევა არ ჩანს, თუმცა სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ადამიანებმა პრევენციის მიზნით მის შესახებ ინფორმაცია უნდა იცოდნენ. ამ დაავადებას ქვია ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, ის მიეკუთვნება ჰემორაგიული ცხელებების ჯგუფს, მისი გამოწვევია ვირუსული წარმოშობისაა დაავადება. ეს დამახასიათებელია დაავადება ენდემური რეგიონებისათვის, როგორიც არის მაგალითად კონგოში იყო აღმოჩენილი 1956 წელს, ასევე ყირიმშიც იქნა აღმოჩენილი და მაგრამ მოსახლეობის მიგრაციიდან გამომდინარე უკვე გავრცელებულია დაავადება სხვადასხვა რეგიონებში. რაც შეეხება როგორ გადადის ვირუსი, ძირითადად ვირუსის რეზერვუარია მსხვილფეხა, რქოსანი, პირუტყვი, ასევე მწერების საშუალებითაც შეიძლება მისი გადატანა და ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა ვირუსი დაავადებული ადამიანის სისხლით ან დაავადებული ადამიანის სხვადასხვა ნერწყვით ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან შეხების გზით. დაავადების პირველი შემთხვევები გამოჩნდა, მაგრამ არა ჩვენს რეგიონში, ყველა შემთხვევა არის დაფიქსირებული აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში. მაღალი ტემპერატურა, თავბრუსხვევა, კუნთების ტკივილი, სისხლჩაქცევები ეს არის ძირითადი სიმპტომები, რომლის შემჩნევისთანავე პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს. ჯერჯერობით ამ ეტაპზე მისი საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ამიტომ ექიმები პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოში ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების დაჯავშნა იწყება. ოფიციალური ინფორმაციით, ახალი დიზაინის სანომრე ნიშნის მსურველ ყველა მოქალაქეს 2014 წლის 14 აგვისტოდან შესაძლებლობა ექნება სასურველი სერია და ციფრები წინასწარ დაჯავშნოს. თავისუფალი სანომრე ნიშნის მოძიება და დაჯავშნა შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით მომსახურეობის სააგენტოს ყველა რეგიონულ განყოფილებაში და სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით. მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მოიძიონ სასურველი სანომრე ნიშანი და სურვილის შემთხვევაში წინასწარ დაჯავშნონ. სანომრე ნიშნის ვებგვერდის საშუალებით დაჯავშნა შესაძლებელია როგორც საკუთარ, ისე სხვა პირის სახელზე, მისი პირადი მონაცემების მითითებით. 2014 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისათვის ახალი დიზაინის სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემას დაიწყებს. არსებული დიზაინის სანომრე ნიშნების შეცვლა სავალდებულო არ არის და მათი მოქმედების ვადა 2020 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება. 2014 წლის 14 აგვისტოდან ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცემა დაჯავშნოს სატრანსპორტო საშუალებების ახალი სახელმწიფო სანომრე ნიშნის სასურველი კომბინაცია მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ონლაინ რეჟიმში და ასევე ქვეყნის მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებებში.